დილა მშვიდობის რა ფერ ხართ ხალხო? ყავა დაოლია უკვე და დრო არის. მოიცადეთ, ღიპი მიჩას. ბავშვი მიჩას, მოიცადეთ. დროა ჩავიდეთ და მოვიფიქროთ რამე რას ვაკეთებთ. საჭმელს. ეს ესე იყოს რა ერთი. შია საჭმელი. დილას იმათ ხინკალი მოუხარშე რა და არ ვჭამე დილას. დავიტოვე ჩემთვის და იოანესთვის მოსახარში, ხო და ეხლა იოანეს ველოდებოდი რომ გამოვიდეს მეთქი აბანოდა რომ ეხლა დავდგავ და მოუხარშავ და მე და იოანეც შევჭამთ გუშინელ გაკეთებულ ხინკალს. ხო და პარალელურად უნდა მოვიფიქრო რამე რას ვაკეთებ კიდე საჭმელს დღევანდელი დღისთვის. ვფიქრობ პირველად დავდგა თქო. ჯერ კი ადრეა. ცხელი რომ დავახვედრო სადღაც 12-ისთვის ჯობია, მაგრამ დაფრთხნე შეიძლება. ამას ჩავიცმე. კარგად წვიმს, ხან გადაიღებს, ხან გაწვიმდება, ხან გადაიღებს და რადგან ხა მაინც დაბლავდა ვიყო რა შემოვიცმე რა ყოველ შემთხვევაში არ ცხელა. და შამ გაწმინდა გააკრიალა თავისი ისა რა ქვია, სათვალე და დარჩა. ეს ტელეფონი ჩავიდოთ ჯიბეში. ყავასთან ერთად ვსოვდი, თან ვიყურებდი ეშერეფის სიზმარს, ეშრეფის თუ ეშერეფის თუ რაც აკრի მოკლედ. თან ვსოვდი, რომ ცოტა თუ არ დავაჩქარე. მომიწევს რომ ესეც იმ დათუნიას ჩავაცვე, სადაც იონეზე და ბარბარეზე რომ დავიწყე ქსოვა და ყველაფერი ბასათშე ამას მოვახვევ ალბათ მაგას. დავიქით. წყალი მიდგა. უბრალოდ დილას რაშიც მოვხარშე იმაში მოვხარშავ კიდე. საერცხით დავრეცხე და ეხა იმებს ავკრენ თორე იმას იზავს და ასველებს. უყურეთ ხალხნებო ჩემ მარწყს. გამოცოცხლ და როგორც იქნა. ვფიქრობ ესენი არ გაამართლებს, აი ესენი, იმიტომ რომ მეტი მიწა უნდა, აი ქოთნებში რო არის უფრო ნახე როგორც ცოცხლად არის და არა უშავრო ყველაფერი პრაქტიკაა. თუ აქ არ გაამართლებს, მე გადავიტან ქოთნებში. რომელიც ჯერ არ მაქვს. ეს წვიმა მოსულა. იმიტომ რომ არ ცივა. ჩემი ბიჭები. ჩემი სიხარული ვინ არის? ბიჭო, როგორ მიყურებ ეგ ლამაზი თვალებით, ჰა? რატომ მიყურებ ეგ ლამაზი თვალებით? ჩემო ცხოვრება. შენ ხო ჩემი გული ხარ, ბიჭო. ეი, ბუერა. ბუერა, მომხედე. მომხედე შვედი ლამაზი თვალებით. ვაიმე როგორ მიყვარს ეს ბავში. პატარა კიჭებით. ბიჭო, მომხედე, ბიჭო, პატარა კიჭები. შენ ხო ჩემი სიხარული ხარ, ჩემო ცხოვრება. ჩემო ცხოვრება. მომეცი მეორე ფეფი. მომეცი პატარა ლამაზი ფეფები. როგორ ახალდე? ფისო. ნაჭმები არიან. ორივენი, მაგრამ ეხლა ქათმებისკენ რო გავალ, ორივენი გამოცვივდებიან. მაინც. ესე. აუნთოთ ამას. შენ გარეთ გაბძანდი. ნაჭამი ხარ, ეხლა ტყუილა ვერ მოვატყუებ ვერაფერს. ეს ჭირდება ქათმების გამოშვების დროს. უნდა მოურულო, რომ მიხვდნენ სად წავიდნენ. აქ არის კატების და ბაცაცოს ქოხი, რომელსაც იყენებენ ქათმები კვერცხის დასადებად და ეს გადაფარებული რატომ მოსძვრა? აი ესე. ქვაცედო, აი. ქვაცაკ. ასე, რომ წვიმამ არ გააფუჭოს ეს ქოხი. ქათმები დებენ კვერცხს აქ. ხალხნო. ალუჩის იმედი მქონდა ტყუილა. აი შეიძლება ამ ხელა ხეს სამი ცალი ანებას ანარა რა. ასე რომ
მომავალი წლისთვის დაისხავს წესით. და დავამთხე მე-5-ს მაგდროს. ჩემი ბავშვები, ლამაზი ბავშვები. კი გაფარიათ, მაგრამ მოდი ამასაც დაგადებთ. მაინც რომ ეს კიდე ესე რომ არ გადაგდოს ქარმა, რა გინდა არანაირად შიერი არ ხარ. ეხლა განახებთ ჩემს ქალბატონს აქ, რომელმაც გადაწყვიტა რომ კრუხი. მე როგორ მიყვარს რო იცოდეთ ეს ჩემი ბუერა, ჩემი ცხოვრება. 11 კვერცხზე ზის. ხო და დღეს ერთ ცალსაც დაუმატებ რო დაუდებენ. ეს გამომართი ხაუყული. აბა შედი ჩემო ლამაზო, არ გაგიცივდეს ეგ ლამაზი კვერცხები, მიდი. მიდი. აი ეს არ უნდა შედო, ნახე, გაგიცივდება, მიდი. შეაძვრინე, ვირა ბატი ხარ. მე რა სიყვარელია. ბატრა გაწეწილი. ანუ ამას წარამ არ ამშვება აღარ უნდა. იცი რა, შვები ხოლმე, როცა დიდ კრუხს ვსვავ, დიდ ქათამს, ეგ ძალიან აბუეტები არიან. ფეხზე ვაბავ დაახლოებით 1 მეტრი სიგრძის კანაფის თოკს და წვრილს და ყოველ მეორე დღეს გადმოვსვავ, ვაჭმევ, ვასმევ, ჩავსვავ. ეხა ამათები არიან ის იაპონკები. აი აქ აქვს ხორბალი, აქ აქვს წყალი. ბუმბულები ჩაუყრია, მაგრამ არა უშავ. რაცა თვითონ აქვს სურვილი, მაშინ შეჭამს და დაჯდება. აი როგორი დედები არიან, იმედია ქება არ წეს და ხმა იყო რაღაცის თუ მომეჩვი. იმედია ქება არ აწეს. არ წამომიხდება. ეს საჭიროა. გუშინ ის სამი მომაკვდავი ჯიშიანი ჩათმები რომ ყავ, ხო იცი? ეგენიც აქ შევყარი. რვა უკშიეს უყელელი შეცვივდნენ აქ. ხო და ჯანი თქვენ დაგეწოთ მეოთხარი შედით. გაზაფხულის ესეთი წვიმა მიყვარს, უბრალოდ არ ცივა და ეგ არის რა. გამარჯობა ბავშვებო, შენც გაგიმარჯოს. აბა გამოვიდა. ჩქარა. ჩქარა. თქვენი ცალკე მოწევა გინდა ჩვილო, გადაიწი ეგ ბიბილო რომ ვერაფერს ვერ აყენავში, აბუეტო შენ. არც ერთ. ეხა ცოცხი გჭირდება რომ მივახვედროთ რომ საით უნდა წავიდნენ რომ ბაღში შევიდნენ. შენ რა გაგიდება? აბა მიდიქთა. დროზე. ჩქარა. აბა. ამას ფეხი რატოს ტკივა? გამოდი მაგედან. ხო ისა გუშინ არ შეხვიდე. მე თორა დებილია. მიდი კაი იყოს ეგა, თქვენ წადით. ტუპი გამოაჩინეო. ტუპიში გადაში კუდაკი აწერია, მაგრამ ეს არის ტუპი. მეც ჯერ ისინი შევყავდა გეტყვი. აბა. შაქ. მიდი. წადი, შეკიდე დააცადი ადგილამდე მაინც მივიდეს. აი მას ფეხის ტკივა. რატო? ფეხსაცმელში რა ჯანი დაგეწოთა. ეს აბუეტი ისევ აქ მოდის. ეხა არ გამოგიშვი შედებილო შე. აბა შიგნითაც აყრია შვილო ფოთოლი, არა ამას არ უშვებ ხოლმე, ეს გარეთ არჩება. ეგრე. აი მე ღმერთო რა დავაშავე. ქშა. ამათ უნდა მომკლან. მე აი ქაყრია რაღაცეები და აბა მიდი. ჩქარა. ისევ გამოვიდნენ. ორი წამით ხალხნო, ამას ორი ხელი უნდა თორე ისე ვერ ვიზავ. ეხა თვალს მოვეფარები თუ არა, გადმოვლენ.
ამათ ვაჭმევ ქერს. დაუყარო სანამ თავი დავასხდე. გათენდა. და იქ მოიპარებია რომ აი ეს ხორბალი ჭამონ და ვერაც აჭამენ აფარია. თქვენ ეგ ხორბალი მიირთვით ჯერ. გიჟათ მაქციეს ხალხო ჭამეთ. თავგა ეს სადღამინა. ცოტა ხანი აქ იყოს. აჰა. ეხა ვიღოთ ჩვენ აკრემას. ой, ადუღდა. იმდენი ხანია დავდევ რომ ადუღდა. მე მინდა სენი. აი ეს. არ გავრეცხე ჩავაყუდე რომ საყინულიდან ხინკალი ამოვიყო და მე ამაზევე ამოვიღე. ისაო ხო ტუპიც აჩვენეო და ისაო მოეფერე მაგასაც როგორც ანუ ორი კომენტარი იყო. როგორც იმათ რა. ხელი მაქვსველი და დავიბანე და ტუპი არის რა ტიპის ძაღლი იცი? არ შემოხვიდე შენი ადგილი აქ არა. რა თქმა უნდა ხა 12 წელია და მეტიც 13 წელია რაც ეგ ძაღლი მყავდა. რა სულელია რომ ვაიმე არ მიყვარს და რაღაც. მაგრამ რა ტიპის ძაღლია იცი? აი უბრალოდ როგორ გავრისკო ეხლა თორე ერთს რო ხელს გადაусმე, ერთს მოეფერებით და მეორეს რო ხელი გადაუსვო შეიძლება მაჯიანად მოგაჭამოს. არ ვიცი თქვენ როგორ შეგხვედრიათ და რამდენად შეგხვედრიათ, მაგრამ ძაღლია როგორ იცი, ჩაისტილო დავდე და იმაზე დავალაგე ხინკლები რომ ეხ შეხედეთ. დაკრული არ არის ოდნავ არის მიკონციალებული. არ უყარს რა, მოკალი არ უყარს, ეგეთი ტიპის ძაღლი არის. რამდენჯერაც მიცდია რომ მოდი ახლა ამას ხელს გადაусმე, მოეფერები რაღაცა, ესენი გავბერტყოთ ჩაისტილოები დავაფინებ. არ არსებობს ხალხო, ვერ მოეფერებით. მაჯიანად დაკარგავთ ხელს. ნუ ახლა კბილებიც აქვს, ხა მიუხედავად იმისა რომ მოხუცია, საკმაოდ აქვს კბილები ისეთი რომ თუ ვერ გადგენს გაგიღუტუნებს მაინც. ხო და რაღაცა ლამაზია. ესე დავადოთ და წავედით. რა იყო? აგე კიდევ შენ რაც დაგიყარე და გეჭამა. ხო, შენ ზუსტად. ეხა მე და ივანე უნდა ვქარდ. ხინკალი უნდა ჩავყარო ახლა ივანე. სად იქნება სანამ ჩაიცმევ? არა რა თუნდა დუხს უკვე 5 წუთში მზად იქნება ჩაიცმო წესრიგდი და ამოვიტან მაღლა. კარაქი აიტანე და პირპილი არის. აი მოკიდებელი ძალიან არ გაკაჩო. ხო არ გაკაჩო ძალიან დაიღრება მაღლა რაღაცა და. აი ხდანჩეს მოვიტან. ჩაიცმო წესრიგდი და მზად არის უკვე ხა. გავაკეთე და გავაკეთე. უშინარ გავაკეთე რომ დილას მოუხარში იმათ სანამ სკოლაში წავიდნენ და 11-ია ეხლა მე და შენ გვეყოფ. სად მიდიხარ? ქართულზე? აჰა, всё. 15 წუთში წავიდე, ვარ გარიყავი შემაიღო. შემამაცახო. აი ეს წეგან გავხეხე, გავრეცხე, მაგრამ მაინც ეტყობა რომ რამდენი ხანია ვხმარობ. მიუხედავად ამდენი ხანია ვხმარობ, ხან ადუღებულ წყალს გამოვხარშავ რაღაცა, ეს რო გავხეხა ხოლმე დაზიანდა. ეს არის ახალი. რომ აი აქ შედის ხოლმე და ეს მისველდება და მაქსიმალურად აქეთაც მინდოდა, მაგრამ კაი იყოს აქეთ თქო. ჯერ აქ გავაკეთე. ასე რომ მომწონს, კაი ის არის. ხო, მაგაზე უნდა მეთქვა, სანამ ხა წყალი წამოდუღდება, თემუს ამანათი ჩამომივიდა. განახებთ. აი, ხა ამ ვიდეოში რა გითხრათ, იმიტომ რომ ხინკალს უნდა მივხედო. ჩამომივიდა.
თქვათ შუაში დიდი ხანი ველოდები, მაგამანაც რა ვიცი, 1-3 კვირა ალბათ ველოდები რა, დამავიწყდა კიდეც ბოლოს. როდის გამოვიწერე და დავაფაროთ ცოტა ხანი წამოდუღდეს. ჩამომივიდა, გამოვიწერე 2 პიჟამო. გამოვიწერე ზედა ქვედა პიჟამო რა, ჩვეულებრივ შარვლით და ზედათი რომ პიჟამოებს ზოგადად კარგად ავხმარობ მე, პერანგი არ შემიძლია. ხო და თან მეთქი სამშობიაროშიც წავიღებ ერთ-ერთს ან ორივეს რა. გამოვიწერე ნასკები, იაფად იყო ნასკები და გამოვიწერე 10 წყვილი, მივეცი 5 ლარი და თავფიქრობდი რავი როგორი ჩამოვა მეთქი 50 ლარი. ძალიან კარგი ნასკები ჩამოვიდა, ისეთები როგორცაც ხმარობ ის დაბალყელიანები. გამოვიწერე პაჭკაში იყო ეს ნასკები და პაჭკაშივე იყო ბოდიში ტრუსიკები ბავშვების. ხო და იმის მაგრად რომ ჩამოვიყო 12 ტრუსიკი, ნიფხავი, ნინოსი. ჩამოვიდა 1. მეთქი რა? კაი ხარისხია სხვათა შორის. 1 წელი ჩამოვიდა. მაგაში დამაკლეს, მოკლედ, ანუ 11 ტრუსიკი არ ჩამოვიდა. და პიჟამო 1 ზედა ქვედა ჩამოვიდა და 1 ზედა, ქვედა აღარ აქვს. ეგ დამაკლეს. ფლოსტები ჩამოვიდა იდეალური, რომ იქ სამშობიაროში წავიღო მეთქი და ეს გამოვიწერე. ანუ სხვა მეტი არაფერი არ გამომიწერია. გადავუღე ერთად დავალაგე სურათი, გადავუღე ეს სურათი და ანუ პრეტენზია რა, ახლა არის ხოლმე რომ რაღაცა მივწერე რომ პიჟამა შარვალი ეკლდა და ტრუსიკებს 11 ცალი. აი ნალს რო იპოვი და ცხენი და სამინალი მაკლიაო, აი ეგრეა. ხო და გადავუღე სურათი, გადავგზავნე იქ ჩატში, სადაც ეგეთი რაღაცეები ხდება და მიუთითე ანგარიშის ნომერი, განხილვაში არისო მოკლედ და ეს თანხა რაც შენ გადაიხადე და არ ჩამოგივიდა, უკან დამიჯდება ანგარიშის ნომერზე. უპრობლემოდ. მე შეხო გაგაგდე. როზე ხა ქერა. აი მე ერთხელ გადამეკეტება და არ გამოგიშვებთ იმ საკათმიდან. რაც ჩამოვიდა ის პიჟამოც. კაი ხარისხი არის. ხო და სადღაც 20 ლარამდე მიბრუნებენ უკან. ხო და რატომაც? ეხა გითხრათ რომ წავალ მეთქი და არიქა და კიდე გამოვიწერ მეთქი, არა, საკმარისი არის ხა. ნახოთ იქამდე და როგორ იქნება. არა და დავაკვირდი რა, შევამოწმე კიდეც მეთქი. შემთხვევით ხوارე ხატა იქ ბევრი და მე ერთი შევუკვეთე და არა, პაჭკა შევუკვეთე ერთი, სადაც უნდა 12 ცალი ყოფილიყო. ეგ და პიჟამოც ანუ არ წერია რომ მარტო ზედა არის, პიჟამო ზედა და ქვედა, შარვალი და ზედა. ანუ ეგ წერია. მის დღებში ესეთი დანაკლისი არა ყოფილა ხოლმე, რამდენჯერ გამომიწერია. ხო და ეხა გითხრათ რომ კიდე შევუკვეთავ და ეხა კიდე იმის დრო მაქვს რომ ველოდო და რაღაცა არა კაცო. საკმარისად ანუ რაც მინდოდა. ფლოსტები და ძალიან იაფად იყო მართლა 6 ლარი თუ 7 ლარი მივეცი ფლოსტებში. რეზინისებია და ძალიან მაგრები არის. ძალიან კარგები არის მართლა, მომეწონა. ხო, კიდე ერთი რა. გუშინ ჩავიცი ეს ბოლოს არისთვის რომ კიდე კაბა არ ვიცი ხახნო მე მაგ წიკი თუ რაღაცა ვერაფერ ვიხდე. ანუ აი ეს ზედა მხარე მომწონს. აი აქამდე მომწონს. და ქვემოთ რაც შეხ, ანუ კარგად მაქვს არ რაღაცა მე მგონია რომ რაღაცას ვერ ვიხდენ რა. ცოტა ჩავავიწროვე და დიდად არაფერი არ შეცვალა. ეხლა ვფიქრობ რაღაცა სტილი ხო არ შეუცვალო მეთქი მაგას. არ შემეუბნება დაანებე თავი კარგად. აკაკო შეხო არის სვენეფო რომ რაღაცები არ იქსაქნაო იმაიმუნოო და რაღაცები გადაჭრა გადმოჭრა. ეხლა წეღანა ვფიქრობდი, ჩავიცვე ვამკაბას, გადავიღებ სურათს და ჩავუგდებ ChatGPT-ს, რომ რა შეიძლება როგორ სტილზე შევცვალო. იმიტომ რომ მე გადამეკეტა ვერ ვფიქრობ. იცი როგორი არის? სწორედ მოჭრილიც არ არის, რაღაცნაირად აი ზე ესი არის რა და აი ვერ ვიხდენ მაგას. თითქოს იქ მოვიხდინე, თითქოს მე კაი იყო. ეხაც კაია, ცუდი კი არ არის, მაგრამ აღარ შემიძლია. გუშინ დავიღალ დავაგრე დავანებე თავი.
ხვალ მივხედავ მეთქი და მე ChatGPT ჩავუხდეთ მართლა. არ მახსოვს ამ ტელეფონში მოხდი, იმ ტელეფონში მაგ ეგ ამბავი. გაცნობებთ რომ რაღაცა რავო TBC ბანკის. გაცნობებთ რომ ესაო ანუ დაბრუნებულ ანგარიშის ნომერზე. მე ხარსაც გეუბნეოდი და არა ბიჭო ეხლა შევარჩედი ნახევარი ცალი ტოტის ტრუსით რო ჩამოვივიდა და სადღა ვარდი. ანუ ეგ კარგი აქვთ მართლა რომ რაღაც ეხა რავი არის ხალხი რომ აქ ყველაფერს ტყუილა აკეთებს და თანხას უკან იბრულებენ, მაგრამ კაი რა, ნამუსიც კაი საქონელია. გაისაქნდაო და 4-5 დღეშიო აგესახებაო. განხილვა იყო, ესაო და მოკლედ დაველოდოთ, აბა 4-5 დღეში წესით უნდა დაჯდეს. ხო, არ არის დიდი თანხა, ხო 20 ლარია, მაგრამ ის 20 ლარი ხომ მე გადავიხადე რომ ის უნდა მოსულიყო. რატომაც არა. ანცა. ეხლა ხინკა შევჭამ და მოვიფიქრებ რა გავაკეთო საჭმელი რა. თან ვფიქრობ რომ პერაშკები სხვა გავაკეთო მეთქი დღეს, მაგრამ რავი თუ არ დავიზარა კაი. და ვფიქრობ რომ პერაშკების ცომსაც იქ გავათხელებ. რატომაც არა. მეგონია დუღდა. კი. კი დაიბერება იყოფა, იმიტომ რომ სახლისაა და ხელცომია და სწრაფად ისავს. ხო და ეხა წაველი დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. საჭმელს რას მოვიფიქრე არ ვიცი. ნამდვილად. აბა ხო მაგრად იყავით ხალხნო. შენ თუ არ დაკლა, ვაიმე დაიცა ცოტაც მოგასულქო, უნდა გავამწარო ეგა. ბედრიერ დღე ყველა